ქართული ღვინის მეორე ეროვნულ კონკურსზე 16 კატეგორიაში 20 საუკეთესო ქართული ღვინო გამოვიდა. კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და 1000-ზე მეტი ნიმუში მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. დაჯილდოებაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ ფილმი გადაიღო ღვინის შესახებ. მეორედ ვატარებთ ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს, სადაც მონაწილეობდა 50-ზე მეტი მწარმოებელი და დაახლოებით 1000-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი. მუშაობდა ორი ჟიური, პროფესიული ჟური შემდგარი ენოლოგებისაგან, სომელიებისაგან, ღვინის ექსპერტებისაგან, ასევე არტ ჟიური, რომელიც შედგებოდა ხელოვანებისაგან. ამგვარი კონკურსები და ამგვარი ღონისძიებები, ამგვარი კონკურენცია ზრდის ხარისხზე მოთხოვნილებას. ეს ხარისხი არის იმის ნიშანი, დღევანდელი პრიზი, რომ ქართულ მეღვინეობაში ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული, ძალიან აწეულია ზოგადად ქართული ღვინის ხარისხი. ჩვენ გადავიღეთ ფილმი, ჩვენ გადავიღეთ 150-ზე მეტი საათი ქართულ ღვინოზე, წარმოშობაზე, წარმოებაზე, თანამედროვე ღვინოებზე.